რას დავბედით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავსო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. სპეციალური გამოშვებით თენგიზ გოგუტიშვილთან ერთად. არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა. უკრაინა არ ჩერდება და არ გაჩერდება. შეიძლება უფრო გაუჭირდეს, მაგრამ არ გაჩერდება. უკრაინა უკვე დაპყრობილი, უკვე გასაბჭოებული, წლების განმავლობაში ებრძოდა იმპერიას. ახლა კი ამდენი სისხლის დაღვრისა და ამ ხელა მსხვერპლის შემდეგ ხმლების ქარქაში ჩაგება განადგურება იქნება. ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ იყენებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის თუ ზავის პერიოდებს, რათა უკეთ მოემზადოს და თავიდან მეტი ძალითა და სისასტიკით დაარტყას. ამის სრულიად ნათელი მაგალითია ჩეჩნეთი. ომი, ხასავიურთის ზავი, შემდეგ ისევ ომი, სისხლისღვრა და ომი ბოლომდე. ჩეჩნებს მეორე ომში რუსმა არ მხოლოდ რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობით აჯობა პირველ რიგში ჩეჩნეთის იზოლაციით. უკრაინა ახლა იზოლირებული არ არის. უკრაინას ყავს მეზობლები და მეგობრები. ამიტომ გაჩერება და დანებება არ განიხილება საერთოდ. სუსტად ჩეჩნური გამოცდილების გამო უკრაინაში იბრძვიან ჩეჩნებიცა და სხვა კავკასიელებიც. დღეს გაგაცნოთ მუჰამედ ასლანს, კავკასიური ლეგიონის სარდლის მოადგილეს, ჩრდილო კავკასიური დაჯგუფების გაერთიანებულ მეთაურს. მუჰამედ ასლანი უკრაინაში დასაწყისიდანვე იბრძვის. დაიჭრა, რეაბილიტაცია ნორვეგიაში გაიარა, რომლის მოქალაქეცაა და მერე ისევ დაბრუნდა უკრაინაში. ბრძოლისა და რუსთან არაერთხელ მიღწეული, ვითომ მშვიდობის გამოცდილებით. Украинцы — это товарищи по несчастью, соратники, союзники. მუჰამედ ასლან გამარჯობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და პირველ რიგში მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ სხვა კავკასიელებთან, კერძოდ ქართველებთან გაერთიანება, რამ გიბიძგათ ამისკენ? Идея о большом объединенном Кавказе. კავკასიურ ლეგიონთან თანამშრომლობა გადავწყვეტეთ, რადგან გვაქვს ერთიანი კავკასიის იდეა. როცა ერთ მეზობელს გასაჭირი ჰქონდა, სხვა ერები მიდიოდნენ დასახმარებლად. რელიგიური, ეთნიკური განსხვავებების მიუხედავად. რაღაც დრომდე ასე იყო. მერე კი ვიღაცამ შეგვაჩერა. უნდა დაუბრუნდეთ ერთიანობის საწყის წერტილს, როცა უმალ ვეხმარებოდით ერთმანეთს. Это исходные точки, когда мы были едины, когда мы были очень дружные, когда мы шли друг другу на помощь, сразу же отзывались, бросались на помощь. Исторически и в современности у нас сейчас это один единственный враг. ისტორიულადაც და ახლაც ერთი მტერი გვყავს, რომელსაც ყავს საკუთარი სატელიტები, ვინც ეკონომიკური უპირატესობისთვის ან ძალაუფლებისთვის დადგა რუსეთის მხარეს. ან უცხო ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან კავკასიის მიტაცებასა და ოკუპაციაში. ისინიც მწვრულად მოქმედებენ. თქვენს დანაყოფში მხოლოდ ჩეჩნები არიან? Если брать военизированную часть, то да, у нас нету никаких. ჩვენს სამხედრო დაჯგუფებებში არ გვაქვს დაყოფა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ადამიანს ვაფასებთ. რა თვისებები აქვს? რა იდეოლოგიას იზიარებს? რა მოტივები ამოძრავებს? რატომ მოდის ჩვენთან? რისთვის აპირებს ბრძოლას? მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. Почему он именно присоединяется к нам? Для нас это важно. რუსული პროპაგანდა ეგრეთ წოდებულ კადიროველებზე ძალიან ბევრ ლეგენდას ავრცელებს. მაინტერესებს, თუ შეხვედრიან ოდესმე ბრძოლის ველზე თუ მართლა ყოველთვის მეორე ხაზზე არიან, როგორც ამბობენ. Вы знаете, что мы люди, которые часто были на передовой. ჩვენი დანაყოფი ბევრჯერ ყოფილა წინა ხაზზე. კონტაქტურ ბრძოლაშიც რა თქმა უნდა მიგვიღია მონაწილეობა, მაგრამ კადიროველები არსად შეხვედრია. უკრაინაში მათ არასდროს შევჯახები ვართ. მე ჩეჩნეთშიც მიბრძოლია. ყავს ხალხი, ვინც ასევე ომობდა ჩეჩნეთში. Нашего подразделения у нас не было такого, чтобы мы столкнулись где-то с кадыровцами. როგორ შემოვიდა, როგორ დაიწყო ომი თქვენს ცხოვრებაში? Для меня война началась, когда Россия вторглась в Чечню в первый раз в современной истории, так скажем. Это 1994 год. ჩემთვის ომი რუსეთის პირველი შემოჭრით დაიწყო. თანამედროვე ისტორიაში პირველი შემოჭრით. 1994 წელს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. წავედი სამხედრო ნაწილში და მოხალისედ ჩავეწერე. მას შემდეგ ეს ომი ჩემთვის არ შეჩერებულა. პარტიზანი ვიყავი, მზვერავი, დივერსიებს ვახორციელებდით, საბოტაჟს. Подразделение, которое занимается разведкой, диверсиями, саботажем. ახლა ყველა უკრაინის მშვიდობაზე ლაპარაკობს და მოდი ჩეჩნური მშვიდობა გავიხსენოთ. რუსეთის მშვიდობა ჩეჩნეთში. შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს პერიოდი ხასავიურთის ზავის შემდეგ დაგანებად რუსეთმა თავი მოგცათ
მშვიდობით განვითარების შესაძლებლობა? Республика была тотально уничтожена, инфраструктура. ძალიან რთული დრო იყო. ქვეყანა სრულად განადგურდა. რუსეთი კი მაინც არ წყვეტდა მტრობას. ამ მეთოდით თუ იმ მეთოდით ცდილობდა ზეგავლენას ჩვენზე. საბოტაჟს არ ეშვებოდა. სულ ვიღაცებს ხირავდა ამისთვის. ძალიან რთული იყო, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. თავისუფლები და ბედნიერები. Несмотря на тяжесть, чувствовали мы себя счастливыми. Мы себя чувствовали свободными. რამზან კადიროვი რეალურად იბრძოდა რუსების წინააღმდეგ, თუ ეს უბრალოდ ლეგენდაა? Вы знаете, Рамзан Кадыров человек, который никогда не воевал против России. რამზან კადიროვს რუსეთის წინააღმდეგ არასდროს უბრძოლია. მითია ეგ ყველაფერი. თითქოს ავტომატი ეჭირა და იბრძოდა. მამამისის დაცვაში მსახურობდა, ვინც მაშინ იჩქერიის ჩეჩნური სასამართლოს მუფტი იყო. გვერდით ყავდა, მამამისი დაჰყავდა, ძღოლიც იყო რაღაც ხანი. საბრძოლო მოქმედებებში კი მონაწილეობა არ მიუღია. არაა ეგ მეომარი. ვითომ 16 წლიდან ებრძოდა რუსებს. შეიძლება სადმე რუსი ბომჟი მოკლა მაშინ, მაგრამ ბრძოლაში სამხედრო არ მოუკლავს ნამდვილად. საერთოდაც არ ვიცოდით ვინ იყო. გავიცანით მხოლოდ მაშინ, როდესაც უღალატა ქვეყანასა და ხალხს. აი მაშინ გავიგეთ ასეთის არსებობის ამბავი. Предателем, когда он предал свой народ, предал свою страну, вот тогда о нем стало известно. უკრაინაში დაუბრუნდეთ. როგორ მოხვდით საერთოდ უკრაინაში? რატომ გადაწყვიტეთ მან ჩასვლა? Да, для меня абсолютно это та же самая война. Я говорю, мне без разницы, в какой стране я буду воевать против России. ჩემთვის აქაც იგივე ომია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ვიბრძოლებ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთია ჩემი მტერი. არც რუსეთისთვის აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში დავხოცავს. არც ჩვენთვისაა განსხვავება, რომელ ქვეყანაში დავხოცავთ მტრებს, რუსეთელებს, ვინ ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის. უკრაინაში ჩამოვედი, რომ შური მეძია და ეს ვითარება გამომეყენებინა ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად. კავკასიის деоккупациისთვის. Также использовать эту ситуацию для освобождения нашего народа, деоккупации Кавказа. თქვენ უკრაინაშიც იჩქერიისთვის იბრძვით და კავკასიური იდეისთვის ზოგადად? Я был председателем чеченской диаспоры. ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელი ვიყავი ორჯერ ნორვეგიაში, სანამ უკრაინაში ჩამოვიდოდი. ამ პოლიტიკურ სურათს გლობალურად ვხედავ. მარტო საკუთარი ოჯახის ამბავს კი არ განვიცდი, არამედ მთელი ჩვენი ხალხის მომავალს. კავკასიაში ყველაფერი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ვერ შეძლებთ მხოლოდ იჩქერიის деоккупაციას, თავისუფლებას ვერ მივახცევთ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემოგვიბრუნდეს ვითარება და ისევ დაგვესხას მტერი. იჩქერიას კი მარტოს მოუწევს თავდაცვა. მთელი კავკასიის деоккупация გვჭირდება. ერთიანები უნდა ვიყოთ და ძლიერები. Для нас нужно, чтобы весь Кавказ был деоккупирован, чтобы мы были едиными. ამ ერთიან კავკასიას რა ფორმით ხედავთ? როგორ შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს მსგავსი რამ? Грузия наш стратегический сосед. საქართველო ჩვენი მეზობელია. De facto რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ de jure დამოუკიდებლობა გაქვთ. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ქართველ ხალხს დაიბრუნოს დამოუკიდებელი სტატუსი. საქართველო ჩვენი გზაა, ჩვენი მეზობელი, კულტურულად ახლობელი ერი. როცა ერთად ვიყავით, უფრო მარტივად ვიცავდით თავს. მჭიდროდ უნიტარული სახელმწიფო ან კავშირი გვჭირდება. საერთო საზღვრები, საერთო ეკონომიკური სივრცე, არმია. ესაა ჩემი იდეალი. ვთვლი, რომ კავკასიისათვის იდეალური სახელმწიფო იქნებოდა ევროკავშირის მსგავსი სტრუქტურით. ამ ბლოკი უნდა შექმნათ. რაღაც გაერთიანებაა საჭირო, რაც დაგვეხმარება პოლიტიკურად, ეკონომიკურად, თავდაცვის მხრივ, რომ ნორმალურად შევძლოთ ცხოვრება. Нам будет помогать как экономически, так и политически, так и в военном плане выживать. Жить нормальной жизнью, скажем так. თქვენ და თქვენი დანაყოფი ახლა უკრაინული არმიის ნაწილი ხართ? კონტრაქტები გაკავშირებთ, კონტრაქტები დადებული გაქვთ, გაფორმებული. აუცი კმაყოფაზე ხართ? ისინი გამარაგებენ, ხელფას გიხდიან? На данный момент нет. Мы не являемся
официально частью украинской армии, но მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვართ უკრაინული არმიის ნაწილი, ოფიციალურად არა. შეიძლება მომავალში რაიმე პირობით გავერთიანდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ კავკასიის ინტერესი. ესაა უმთავრესი, უნდა ვიბრძოლოთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი დანაყოფი მხოლოდ მოხალისეებისგან შედგება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტები გაფორმებული არ გვაქვს. пока нету официального и какого-то юридического, только добровольческое. აბა როგორ არსებობს თქვენი დანაყოფი? საჭმელი, მომარაგება, ტყვია-წამალი, ტრანსპორტირება, ამ ყველაფერს ვინ უზრუნველყოფს? За счет волонтеров, за счет მოხალისეების დახმარებით, იმ ხალხის ხელშეწყობით, ვინც კეთილი ნებით გვეხმარება, ან ნაალაფარით, იმ იარაღით საბრძოლო მასალით, რომელსაც მტერს ვართმევთ ბრძოლით. которое мы забираем у врага. უკვე 3 წელიწადზე მეტია უკრაინაში ხართ. სად გიბრძოლიათ ამ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში? Именно Бахмут сам непосредственно, потом ჩვენი დანაყოფი იბრძოდა ბახმუტის მიმართულებით, უშუალოდ ბახმუტში, ჩასივ იარში. გვაქვს ხარკივის მიმართულებით ბრძოლის ისტორია. ძირითადად კი დონეცკისკენ. ჩვენ აქ 2022 წლიდან ვიბრძვით. 2022. ქართველებთან ერთად თუ გიბრძოლიათ, ქართველების მხარდამხარ და რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი მებრძოლები არიან? В батальоне имени шейха Мансура, частью которого შეიხ მასურის ბატალიონში, რომლის ნაწილიც ვართ, იყვნენ ქართველები. ხშირად შეგვისრულებია ერთობლივი სამხედრო ამოცანები. ისინი, როგორც წესი, უკრაინული არმიის რიგებში, დაზვერვაში იყვნენ. военной разведки, очень опытные люди, храбрые бойцы, смелые. ძალიან გამოცდილი მებრძოლები არიან ქართველები, მამაცები, კავკასიელები. ერთი სიტყვით, როცა ვამბობ სიტყვას კავკასიელი, უკვე გასაგებია, როგორ მებრძოლსა და როგორ ადამიანზე ვსაუბრობ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ და რა იქნება თქვენთვის საბოლოო წარმატება უკრაინაში? Хочу только добавить, что мы будем делать максимально возможное для того, чтобы освободить тех, აქ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ კავკასია და იქ ბედნიერად ვიცხოვროთ. чтобы наши народы были счастливыми. გიჟი უნდა იყო ადამიანი, მორალისგან უნდა იყო დაცლილი, რომ მშვიდობა არ გეხაროდეს. მაგრამ ტრამპი რომ წითელ ხალიჩას უგებს კაცობრიობის წინაშე დამნაშავეს, სულ გინდა რომ აქედან უყვირო. რაც თავის დროზე საუკუნე ნახევრის წინ თქვა ერთმა გერმანელმა კაცმა. რუსეთთან ხელმოწერილი არც ერთი ხელშეკრულება არ ღირს იმ ქაღალდის ფასადაც კი, რომელსაც ეს ხელშეკრულება იწერება. ასევე იქნება ის დოკუმენტი, თუ მართლა რამე გაფორმდა ამერიკის თუ დიდი თუ პატარა რამე მედიატორის ხელშეწყობით. ზუსტად ასეთივე. მშვიდობას თუ რუსული დაერქვა და პუტინი თუ კმაყოფილი დარჩა. თუ შეგიმ ჩაიწერა მოსკოვის პირობები და არა უკრაინის. აი, მაშინ ელოდეთ მეორე, მესამე და მე-17 ფრონტს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელსაც პუტინი თვალსა და ხელში უაკარგავს. ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში თუნდაც. ამ მშვიდობის ფასი იცის ჩვენმა დღევანდელმა მოსაუბრემ, მუჰამედ ასლანმა. ამ მშვიდობის ფასი იცის კავკასიურმა ლეგიონმა, რომლის ნახევარიც ქართველების დანაყოფებისგან შედგება და რომლის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სხვათა შორის ქართველია. და ამ მშვიდობის ფასი ვიცით ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ბორის ივანაშვილს ეგენი არც სკოლაში უსწავლია და არც ახლა აინტერესებს თუ ვინმე ასწავლის. ყველა უბედურება და ღალატი. მშვიდობის დამყარების შემდეგ რუსის მოტანილი შემიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ შეგახსენოთ. ოღონდ ამისთვის 1793 წლის გეორგიევსკში კი არა, 1770 წლის აწყურსა და ასპინცაში უნდა გამოგზავროთ. ან ჯობია თავად გადაშალო წიგნი. თქვენი ჩემი ეკა დაგეხმარებათ და დაიმახსოვრეთ ნაშა გადაცემა. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგუტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я был в вашей гадации, да.